ხაზგასმით და ძალიან ისეთ კაფიოთ მინდა ვთქვა რომ ვარდების რევოლუციამდე სწორედ კიდევ ერთი რევოლუცია იყო, ამას ეკვა ფაბრიკის რევოლუცია. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია კინოში, სადაც გაიმიჯნა თითქოს ბნელი და ნათელი, მეტაფორები რო ვიხმაროთ. რევოლუცია ხო არის დიდი ნახტომი, ევოლუციით განმტკიცებული, რასაც აუცილებლად ევოლუცია უნდა მოყოს. აი ფაბრიკის რევოლუციამ შექმნა მოამზადა ალბათ საზოგადოება იმისთვის, რომ ეს უბედურება ადრე თუ გვიან დამთავრდება. ამას ჩვენ მოუღებთ ბოლოს და შემდეგ მოვა უკვე ისეთი მუხტი, ისეთი რამ, რომ ამის შეჩერება პრაქტიკულად ეს შეუძლებელი რამაა. ეს გარდაუვალია, არ განათდეს სამყარო ისე, რასაც ამას თვითონ სინათლე ითხოვს. მაშინ იმ წლებში, როცა მოხდა ეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება, ბუნებრივია, რომ ახლა აირია ქვეყანა ისე, რომ გაწონასწორება კი არა, პიროვნების ბედი იყო დიდი სამიზნის ქვეშ ამოღებული. ტყვია იყო და გულა მოგებული ნებისმიერი ადამიანის შუბლზე. და რაღაცა სუფევდა დიდი აბსოლუტურად ალოგიკური და რატომღაც გამართლებული ესეთი უსინდისობა ქვეყანაში. აი ფაბრიკა იმ პერიოდში იყო ისეთი underground-ის სივრცე, სადაც გამოდიოდით, ხო, იყო პოეზია, მხატვრობა, მუსიკა, ამას აკეთებდა ლადო ბურდული. და ნუ მეც მქონდა გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი. ლადო იყო აი პირველმა მან დაიწყო პრაქტიკულად შემიძლია თქვა ფაბრიკაში ადამიანთა პიროვნებათა ესეთი შემოყრება მაგნეტივით იზიდავდა მაშინ ყველას. მაშინ იყო ორი ასეთი სცენა. ერთი იყო ტელეკომპანია მეორე არხი, საჯარო ღია სცენა, სადაც თავისუფალი აზრი განედინებოდა იქ აკეთებით ჩვენ საავტორო ჩვენს პროექტებს და მეორე იყო სწორედ ფაბრიკა. ასეც დაარჩა ფაბრიკა თითქოს შემთხვევით ყოველთვის ასოცირდებოდა, ეს იყო თითქოს აი სულების ფაბრიკა, თითქოს აქ ხდებოდა ადამიანის სულის გაჩენა, მისი ინფორმაციით დატენვა, დამუხტვა სინათლით თუ კი რამ ასეთი ჩვენ მაშინ შეგვეძლო ერთმანეთისთვის გადაგვეცა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც იმ ბნელ პერიოდში სინათლე მოიტანა სწორედ აი ორმა მართლაც underground-ის გამონათება, ერთი მეორე არხზე და მეორე ფაბრიკაში, სწორედ ლადოსთან. მაგრამ ფაბრიკა ჩემთვის ყოველთვის რჩება აი სულების ფაბრიკად, რომელმაც გადაარჩინა ბევრი ადამიანი. მაშინ ნარკოტიკების ისეთ ჯოჯოხეთს და კაცის ყლის და კაცმოძულების ისეთ ჯოჯოხეთს გადაარჩინა და იხსნა ადამიანის ბედი, ბევრი ადამიანის ბედი. რომ მე დარწმუნებული ვარ ეს ფაქტი თვითონ დროში ჩამჯდარი ეს ფაქტი რომელიმე ჩემ წიგნში მაინც იპოვის თავის გამოსავალს. რევოლუცია სახელწოდებით ფაბრიკა იყო ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელი პროექტი, რომელიც განხორციელდა წარმატებით, რადგანაც დასავლეთამდე მივიდა ჩვენი კულტურული ფენომენი, რომ ჩვენ არა ვართ მარტო აზია, ჩვენ ვართ ევროპა. ეს ყველაფერი ერთად არის. კავკასია ზოგადად ეს ისეთი საბედისწერო ზღვარია ორი კულტურული ფენომენისა, რომ ამის ჩახშობა, ამის სიკვდილი, ამის მოკვდინება ძალით ეს აუცილებლად გამოიწვევს ადრე თუ გვიან მკვდრეთით აღდგომას. აი სწორედ ფაბრიკამ შეუწყო ხელი, რომ საქართველოს მკვდრეთით აღდგა როგორც კულტურული ფენომენი. ფაბრიკის რევოლუცია არის ნაწილი ჩვენი კულტურული და სოციალური სამყაროსი, სადაც ჩვენ ყველანი ვიყავით, ვართ და ეს პროექტი ერთხელ ჩაფიქრებული და დიდი წარმატებით განხორციელებული, რადგანაც ჩვენ უბრალოდ არ დავნებდით. აი ეგ იყო, რომ ჩვენ ჩავჯექით ყველანი ერთ ნავში, ბევრი გადაჯდა ამ ნავიდან, მაგრამ დღემდე ჩვენ კიდევ ერთ ნავში ვართ.
და არა ერთმანეთს უყურებთ, არამედ ერთი მიმართულებით ვიყურებით. აი ეს მიმართული არის თავისუფლება. აი ეს თავისუფლება იყო ფაბრიკის რევოლუციის მთავარი იდეა, მამოძრავებელი არტერია, სადაც ჩვენი სისხლი, ჩვენი დანიშნულება განედინება. ეს თვითონ ნახატები გენელა. So each of the muscles modules. She's going to ჩემთვის იყო რაღაცა ჯერი იყო ბავშვობა, მე ახალგაზრდობა, მე რავი ძალიან დიდი თავისუფლება, აი რაღაც რამდენიმე სიტყვით რო აღწერო და ძალიან მაგარი რაღაცა იყო, რა ვიცი, ეგეთ საქართველოში აღარ ყოფილა. მთელი მართლა კულტურა იყო, არა მარტო ფაბრიკა ხო არ იყო ეს, რა ვიცი, როგორც მთელ მსოფლიოში ვთქვათ რაღაცა არსებობდა ისეთი ადგილები როგორც სტუდიო პისა, ჩიტირი, მე რა ვიცი, იქ ინგლისში რაღაცა ის ანდერგრაუნდის მოძრაობა, ალბათ ეს იყო თბილისში ის რაც ხდებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ის დღეს რასაც მე წარმოვადგენ, ანუ ის ხელოვნებაში მოღვაწეობ ამ სფეროში ვარ და რაღაცას წარმოვადგენ, ეს ფაბრიკის დამსახურებაა თავისთავად და უამრავი იმ ახალგაზრდების კიდე რომლებიც იქ მაშინ მოძრაობდნენ, დადიოდნენ, ცეკავდნენ, ერთობოდნენ. ანუ ეს არ იყო მარტო ის, რომ რაღაცა გვეგიჟებინა და რაღაცა თავი გვექნია და ამით გავრცობილიყავით, იყო რაღაცა მართლა კულტურული და ის რაღაცა ვიმუხტებოდით იმ გარშემო სიტუაციით და აი ამ კულტურით, რომელიც პერიოდმა და თვითონ ფაბრიკამ მოგვიტანა თითოეულ ჩვენთაგანს. მაშინდელი პერიოდისთვის მართლა გმირობა იყო ის კიდე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რომ რაღაცა აი ყველასგან განსხვავებული ტიპაჟები, აი ესე გიჟებივით დავდიოდით და მე რა ვიცი პოლიციაში ცხობ მოვხვდით ყველა ერთად და რაღაცა, ნუ ის მაშინ მართლა ანდერგრაუნდი იყო და მართლა სხვა რაღაცა არა მარტო გიჟობდით, არამედ კიდევ ვცდილობდით, რომ ყველა ჩვენი თავი რაღაცა გამოგვეხატა შემოქმედებითად. ხო და ალბათ მაგან გამოიწვია ის, რომ მართლა ყველა აი მაშინდელი ვინც ფაბრიკაში ესე დავდიოდით, ყველა რაღაცას წარმოადგენს დღესდღეობით. სამწუხაროდ აი ეგ არის გული მწყდება იმაზე, რომ ეხლა ძალიანაც რო ვეცადოთ, ალბათ აღარ გამოვა ეგეთი რაღაცა. ანუ არ შეიკრიბება ეგეთი შემოქმედებითად მოტივირებული ახალგაზრდობა, რომ მარტო ის კი არა, რომ იგიჟო სადღაც დისკოტეკაზე და კლუბში, ეხლა ძალიან ბევრია ეგეთი რაღაცა და იქ რო სიმწრით რაღაცა გენერატორზე ამოქილ მუსიკაზე რო რაღაცა ყველასგან განსხვავებული და ყველაზე განსხვავებული მუსიკისთვის და გრანჯისთვის გესმინა და თავი გექნია და რაღაცა მართლა გმირობის ტოპასი იყო და არა მარტო იმისი რომ რაღაცა იმითი რა ქვია ბოთლიდან არაყი დაგელია და დამთრალიყავი და გიგიჟა. ირგვლივ მეც მახსოვს იმდენად დამუხტულები ვიყავით ალბათ აი იმ სიყვარულით იმ რაღაცა ენერგიით როცა იქ ფაბრიკაში მივდიოდით რომ იქიდან გამოსულები აი ამ რაღაცა უშუქობას და რაღაცას ვეღარ გძნობდი რომ ბუნდები რაღაცა გაყინულ რეალობაში სადაც აი ნაომარი ქალაქი და მე რა ვიცი უბედურება და სიძულვილით სავსე ხალხი და რომ შეიძლება ქუჩაში გამოსულიყავი და უკან აღარ შესულიყავი და მე რა ვიცი რაღაცა ის საშინელება რაც ქალაქში ხდებოდა ეს მართლა რაღაცა უაზისი იყო ჩვენთვის ვინც იქ დავდიოდით და აი იმდენად სიყვარულით და კაი ენერგიით ვიმუხტებოდით რომ ამ გარემოდან მოწყვეტილები რაღაცა აი ფაბრიკაში ვცხოვრობდით არა მარტო ის პერიოდი როცა იქ ვიყავით არამედ თითქმის მთელი აი ის დღე და ღამე როცა ერთად ვიყავით და როცა ის რაღაცა ერთად ვიკრიბებოდით ანუ აი ერთმანეთის ენერგეტიკით და იმ სიტუაციით დამუხტულები დავდიოდით ალბათ და მაგან გადაგვატანინა ალბათ კარგად კიდე აი ეგ პერიოდი. ძალიან დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ეხლა იმ ხელა რო ვიყო, აი დიდი სიამოვნებით წავიდოდი ფაბრიკაში ისევ და დიდი სიამოვნებით ნახავ კიდე იმ რა ქვია კადრებს რომ როგორ გიჟობდით და მე ძალიან გამიხარდა რომ ეს კადრები არსებობს და მე რა ვიცი, ალბათ ეხლანდელმა ახალგაზრდობამაც უნდა იცადოთ რომ ესეთი მაგრები იყოთ როგორც ჩვენ ვიყავით.
ფაბრიკამ პირადად მე მომცა უფრო მაღალ ხარისხში თავისუფლების განცდა და მაპოვნინა ჩემი თავი. იყო ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანი, გოგოები, ბიჭები, რომლებიც უბრალოდ აი მუსიკის რიტმის ქვეშ ცეკვავდნენ, იყვნენ მოშვებულები, იყვნენ ბედნიერები და მოდით თან არ დაგვაუწყდეს ის ფაქტორიც, რომ ის გარემოებაც, რომ 90-იანი წლების საქართველოში საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. ბავშვი, თინეიჯერი, გინდ გოგო, გინდ ბიჭი, სად უნდა წასულიყო, ერთმანეთის ბინებში თუ ჩაის დასალევად მივიდოდნენ და აი ესეთი ადგილი, სადაც ყველანი ერთად შეიკრიბებოდნენ და ისვენებდნენ, თუნდაც ადამიანებს გაიცნო, არ იყო. და სხვათა შორის ერთხელ მახსოვს, აი ეს ფაბრიკაში დამეგობრებული ბავშვები სადღაც სხვაგან, ასე ვთქვათ, მუსიკას უსმენდით და ადაგუჭირა ომონმა. წაგვიყვანეს და გვეკითხებოდნენ, თქვენო ზვიადისტები ხართო თუ შევარდნაძისტებიო. ძალიან ბნელი დრო იყო და ეს იყო მართლა ერთადერთი კონსული. მინდა აღვნიშნო, რომ ლადო აკეთებდა ხოლმე ამ პარტიებს და იყო ძალიან ისეთი მეგობრული, კარგი განწყობა. და ეგ ჩემთვის პირადად იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს ყოველთვის სივრცე, სადაც თუნდაც საკუთარ თავს აღმოვაჩენ. და ყველა ის ადამიანი, ვინც მე მაშინ ფაბრიკაში გავიცანი დღეს, ეს თავის სფეროში, თავის დარგში ყველა მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან და ეს არის ის თაობა, რომელმაც თავის დღევანდელ საქართველოში ალბათ თუ კარგად ალბათ იპოვა. ჩემთვის პირადად კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან კარგი სასიამოვნო ადგილი, სუნიც მახსოვს ფაბრიკის და მახსოვს ჩემ მეგობრო, ჩემ ნაცნობის მამა, როგორ მომდევდა რამის მოსაკლავად, რატო გარყვენი ჩემი ბავშვები, რატო დაგყავს ფაბრიკაშიო. და მე არავის არსად სიარულს არ ვაიძულებდი, თურმე წამომყვებოდა, ეს მათი არჩევანი იყო. ასე რომ მე მახსოვს ფაბრიკის სონი, მე მახსოვს 90-იანი წლები, მე მახსოვს კურტ კობეინის განწირული ხმა ფაბრიკის კედლებიდან, აი ეს დანგრეული კედლები, ზოგჯერ იღებდნენ კიდევაც ამას ტელევიზიები მაშინ და კარგი იყო, ძალიან კარგი. თავისუფლების ხარისხი მე ამიმაღლა ფაბრიკამ. ეგ დამეხმარა მე თუნდაც სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობის წარმართვაში. იმიტომ რომ მე უფრო განჯულად შემიძლია მიმოვგე ადამიანებს ურთიერთობის კონტექსტში ვხდები და ყველაფერთვის შემიძლია მზად ვიყო, მაგრამ მე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და ღია ვარ. გამხსნა მეტად ფაბრიკა და არა მარტო მე. მე ვარ ალექსი. მოკლედ არ შეიძლება სულ უყურო ტელევიზორს და იძდეს სახში. შენ იმიტომ მოდიხარ აქ, რომ სულ არ შეგიძლია ტელევიზორის ყურება, თუ იმიტომ მოდიხარ აქ, რომ აქ ის ხალხია, რომელიც შენ გჭირდება. ალბათ რომლებიც გამიგებს უფრო. ჩვენ ვარ ჯგუფი მე ბებია ელიტა და ილარიო. ილარიონს დაუძახე. მიდი დაუძახე. მაიცა. ველოდეს. აი აქ მოჭდირა. აი შენ გადადეს გაბს. დღეს რატო ხართ აქ? დღეს ბევრი ნაშები არიან. და კაი პონტია. რატო აკაი პონტი? იმიტომ რომ ცეკვა მუსიკა სექსიც არის. აი გირჩევნია დავუშვათ აქ იყო და გახდე პოპულარული თუ წახვიდე საზღვარგარეთ. აქ ვიყო და პოპულარული ვიყო, ეგ მერჩევნია. აქ იყო. აქ აი დავუშვათ იმიტომ ხარ დღეს აქ, რომ უბრალოდ დისკოტეკა თუ უბრალოდ როკ დისკოტეკა რო იმიტომ. როკი გიყვარს? როკ დისკოტეკას არ აქვს მნიშვნელობა, იცი რა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს თი რაღაცა არ ყოფილა და არის რა და იცი რა არის, რომ არ ქონია იმის საშუალება, რომ რაღაც რუსთაველზე ვიღაც შოთა რუსთაველის ძეგლის მეტი არაფერი მინახია და ეს ნახო რა, აი იმიტომ ვარ აქ მოსული. გიდავშოთ იმიტომ ხო არ მოდის აქ, რომ იმარიაშოს აი ესე ზოხეშად. არა, ეს არ ჩანს აქ. თბილისში მაინც მიუღებელია ასე თუ ისე ამაზე ვთქვა. მიუღებელია მართლა ზუსტად ამას ვიძახი, რომ უნდა მიეჩვენ. კიდე მიჩვევა გჭირდება და თვითონ როგორც იტყვიან დარბაზი ზუსტად შეეფერება სიტუაცია. ისე იცეკვებდით თხანს რო დარჩენი. მე მგონი რომ არა. რატო? ამით ჩემში არის თავისუფლება რაც ამ ხალხში. გავიგეთ რომ რაღაც ჯგუფში ხარ, აი რა ჯგუფია? აი პატარა ინფორმაცია. ნუ რა, ვიცი სამი აკორდი გიტარაზე მე არაფერი ხედავ და სწავლა და უკვე ჭორობიას. რას ფიქრობ იმ ხალხზე, ვისაც როკი უყვარს? ვისაც როკი უყვარს თუ ვისაც საერთოდ უყვარს
აი ეს როკის საგნის მარული. აი ხო დადების და ძალიან კარგი, იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი ესეთი ადამიანია და ველოდებოდი ამ დღეს. როგორც კი ეს დღე შემოვიდა ძალიან გვიან, რასაც შემოვიდა. ეგარი მთავარი. ეს გაიარა ევროპამ ძალიან შორიდან ჩვენგან 70-იან წლებში და 20 წლის წინათ. ჩვენთან ეხა შემოვიდა. მართალია გვიან შემოვიდა, მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენთან შემოვიდა და ჩვენ დავხვდით საკმაოდ მაღალ დონეზე. თვლი რომ მან შეიქმნა რაღაც საზოგადოების ახალი ფორმა. ესე ვთქვათ, შემოქმედი საზოგადოების ურთიერთობის და აი რაღაცა ჩამოყალიბდა ახალი ფორმა. და აი მან ძალიან ბევრი რამე შეცვალა რა. მართლა ძალიან ბევრი რამე შეცვალა. შეიქმნა თაობა. წარმოიდგინე, ქართული იმდროინდელი აი მენტალობა, საზოგადო აზროვნება. ხო, ეგეთ რაღაცებს არ უშვებდა. მაშინ იყო ესეთი ძლიერი პატრიარქალური ფონი რა საზოგადოებაში და წარმოიდგინე ეს აი ომიდან დაბრუნებული ბიჭები, ეს რაღაცა დამწარებული ხალხი, ესმის უკვე რო არ ჯერავს არავის, არაფრის არ ჯერავს. ხო, აი ეს უკვე სხვა გამოსავალს ძლებს და აი მართლა აი იყო ადგილი, სადაც მოხდა ამ რაღაც გამოსავლის პოვნა და რაღაც ახალი შეიქმნა. ფაბრიკა არის ერთ-ერთი, ეტაპი არის რა, მე ეგრე ვთვლი. აი 90-იან წლები აი ფაბრიკით იწყება რა ფაქტობრივად, იმიტომ რომ მაგ დროს უკვე არაფერი არ არის რა, ესეთი არც გალერეები, არც არაფერი, ესეთი ადრე ქონდა კიდე, ესე რაღაცი ქარვასლაში ვაკეთებდით ხოლმე გამოფენებს და იქ ვიკრიბებოდით და იყო ის თავისუფალი ტერიტორია. მე ეგეც გაქრა და აი ფაბრიკა იყო ის რაღაცა, სადაც თაობა ხდებოდა ერთმანეთს. ეხლა დღეს მართალი რო გითხრა, უნდათ რომ ბარებში და რაღაც კლუბებში შეკრიბონეთ ხალხი და მაგაზე ფული გააკეთონ, მაგრამ იქ თვით ესეთი რეალიზაციას ვერავინ ვერ ახერხებს, აი ბარის დირექტორის და იმისი მეტი რა. არ გამოდის რა ესე ეს თავისუფალი ზონა, სადაც ლიბერალური ფასეულობები არის მაქსიმალურად რა გახსნილი, ხო? და ადამიანები ახერხებენ ახალი სოციალური აი კომპლექსების შექმნას რა. ეგეთი სივრცე სამწუხაროდ ეხლა არ ვიცი, ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრი იყო ტრავმირებული რა მაშინ. რაღაცნაირად ხდებოდა ყველას ერთად შეკრება და იქ გაიცნო ბევრმა ერთმანეთი, რაღაც ჯგუფები შეიქმნა, რა ვიცი მე, ბევრი არტისტი ჩამოყალიბდა, მთელი თაობა შედგა რა. მე მახსოვს ვადო, აი მაშინ მქონდა ეგეთი იდეა, რომ ველოდებოდით, ვეძებდით პარტნიორებს რა, ვისაც შეეძლო, რომ აი მოძრაობაში გვერდზე დაგვგომოდა და აი ეს მთელი სოციალური წრე, ხო, რასაც წარმოვადგენთ რა. გადაექცია რაღაცა ბიზნეს არ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ფულის გაკეთება არ გვინდოდა, მაგრამ გვინდოდა რომ შემდგარიყო ჯანმრთელი ურთიერთობა, რომ ჩამოყალიბებულიყო უკვე სოციუმი და არა ვთქვათ, ესმის უბრალოდ ტუსოვკა რა დროს დაგებს, რომ გაჩენილიყო იქ კლუბები, ბარები, სტუდიები იყო, რაღაცა და ვეღაცას აი ეს უკვე გაცოცხლებულიყო და შეძლებოდა რაღაცის კიდე არსებობა რა. და რატომღაც ეგეთი ეგ დაგჭა რა დღემდე, აი მართლა დღემდე კი ვარ, რომ ეგ კულტურა ვერ შევქმნით რა, ვერ შევქმნით, არ შეიძლება. სამწუხაროდ.
მაგრამ სამაგერ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოყალიბდა, ძალიან ბევრი პოეტი, მხატვარი, რა ვიცი, მუსიკოსი, მან დაიდგა ფერი. ყველა ვდებდით მაგ ადგილზე რაღაც ძალიან დიდ რაღაცას რა, ჩვენსაც. გვინდოდა რომ რაღაცა შექმნილიყო. რა ვიცი, მე ერთმა ხელმოქმედმა იყიდა, ხო იცი ის ხოდა ხელმოქმედა იყიდა და გამოყარა ყველანი და ეხა იძახის თანამედროვე ხელოვნების ის მინდა ვიყო რა აქ იმასი გურუ პატრონიო რა საქართველოში ერთი თაობა კი მან დაიბრიდა მაგრამ